მოგესალმებით დღე და ღამემშვიდობისა ჩაიარა მერვედ ფინალებმა უფრო მეტიც 1/4 ფინალიც უკვე ჩატარებულია და დღეს გვექნება ესეთი ასიმეტრიული მიმოხილვა მერვედ ფინალების 8 წლის და 1/4 ფინალის კი კაი ხმაურიანი მერვედ ფინალები გამოვიდა. ხო, სხვანაირსა ვინელოდა რომ არ ვიცი. მაგრამ ხმაურიანში გეთანხმები ისეთი ხალხი ჩაერთო. კი. მერვედ ფინალში რო ვერ წარმოვიდგენ. ხო. რუბიო და ტრამპი და ესა და ისა და ესა და ქურდი და რა ვიცი. მოდი მაგით დავიწყოთ. მასპინძლები დაგვევშვიდობდნენ და შევიდნენ სახლებში. კი. კანადამ წააგო მაროკოსთან 3-0, მექსიკამ ინგლისთან 2-3 და ამერიკამ 1-4 ბელგიასთან. მაგით დავიწყოთ, წინა თამაში გააძევეს ბალოგუნი. ხო. აქ იწყება საინტერესო ამბები. ბალოგუნი მას გოლიც გაიტანა იმ თამაში და გააგდეს. გააგდეს ხო და თეთრ სახლში სხვაგან ეს კითხვა არ გაჩნდებოდა, მხოლოდ თეთრ სახლში შეიძლება გაჩნდებოდა კითხვა, ხომ არ შეიძლება რაღაცნაირად ბალოგუნმა ისე ვითამაშოს ნახევარფინალს. FIFA-ს არ ითვალისწინებს რეგლამენტი, საერთოდ გაძევებული ფეხბურთელზე რომ ვათამაშოთ თუ არა, ესეთი კითხვა არ არის იმაში. ხო. რაც შეიძლება FIFA-ს დაუსვა რა. მაგრამ რაღაცნაირად იქ რუბიომ დაურეკა, ვიღაცას ჟურნალისტებმა თქვესო ტრამპმა დაურეკა ინფანტინოს, რაც ყოველ კვირაში ისაც ურეკავს მასპინძელია და ეკითხება რომ რამე ხوار ჭირდება რა, შემოგახმარო ბიჭები. ხო, ეს გითხარი გააკეთეს, მე რაში ვიქნები საჭირო და დასარჩენით უკვე ამაღამ. ხო, იმას ის რომ თხოვე ვიდი და ამ ნომერზე დარეკე და გამოვა და რაღაცა და ეს ყველაფერი. მაგრამ რაღაცნაირად იქაც დასრულებულ იქნა სიტყვა ბალოგუნზე კონკრეტულად. ასევე თეთრი სახლის ისინი ჩართეს იურისტები და ადვოკატები და ესენი და ისინი. იმათ თუ საქმე მიეცი, ბალოგუნს ათამაშებენ კანონები არა და შეიძლება FIFA-ზე საერთოდ თქვენ ეს რა ორგანიზაცია, საერთოდ რამდენად შეიძლება და ამათ შემოშვება ჩვენ ქვეყანაში და აღარ გაუშვან უკან. ამიტომ ასე იყო თუ ისე ბალოგუნმა თუ ბალოგანმა ითამაშა, მაგრამ ამიტომ გავიგე. მე რო გიყვებოდი გახსოვს გარინჩას მაგალითს 62-ის ფინალში ვარ უნდა ეთამაშა გაძევებული იყო და შენ რო იძახდი რომ ესე დაუჯერებელიაო. აჰა. და აგერ არ არის? კი. ვარ და ეხლა ამ სამი მასპინძლიდან რაღაცნაირად მეგონა რომ ერთი მაინც გავიდოდა და კიდე რაღაცნაირად მეგონა მანდ რომ ის ერთი ამერიკა იქნებოდა. მაგრამ ვერ მომართვეს. ვერ ვიტყვით რომ კენჭისხაში არ გაუმართვათ, იმიტომ მერვედ ფინალია ხა და ეს კანადა ხარ და შენზე სუსტი ვიღა უნდა შეხვდეს, ხო? მაგრამ ხო მანამდე ისეთი ხალხი გავარდა, ისეთი გრანდები, რომ ამ სამიდან ერთს რომ მოიგო, ხო, სულაც არ იქნებოდა გამორიცხული, მაგრამ ვერც ერთმა ვერაფერი ვერ ქნა, მაინცა და მაინც. ის გამოჩნდა ბოლოს წინა თამაში შეცვლას შემოვიდა. აფონსო დევისი და ხო. აქ მაროკოსთან იმაში არ იყო სასტარტოში. ხო, არ ვიცი, რაღაცნაირად აითვალწუნეს ეგ ბიჭი. ან ეს ქონდა რა. ტრავმა? სისხლის საერთოში რაღაცას. არ იყო კარგი ისინი. ხო. ციფრები, რაღაცა ქონდა მომატებული. ან დაგლებული. ხო, ან დაგლებული. ხო, რაღაც ნორმა არის 4.5-დან 8-მდე, ამას ქონდა 12. როი.
კაი, მექსიკა აქამდე მივიდა ყველა მოგებით და გოლ გაუშვება, მაგრამ ინგლისია და აქაც იომა რაც შეეძლო. და გვამახსოვდება როგორც მეომარი პრინციპი. წელსაც ამ ჩემპიონატზეც მეომარი მექსიკა. ხო, ოღონდ ამათ ძველი თაობებისგან განსხვავებით, ამათ საერთოდ ყავდათ ლეგიონერები რა, თითქმის ხიმენესი და ეთიორის. ხო. ბევრი ხალხი იყო მექსიკის ჩემპიონატიდან და ეგენი გამოჩნდებიან ნელ-ნელა აქეთ. მან წამოიყვანენ. კი, არა მარტო მაგათ ეგვიპტელებზეც მაქეჭვის. კი ბატონო. ალეკში დიდხანს მაგათად გააჩნდა. ხო, ბელგიამ იმ წინა მე-16 ფინალში რაც იკადრა და თამაში შემოატრიალა. ხო. მის მერე აგერ იმას მოუგო ტრამპ ჩარეულ ამერიკის ნაკრებს და თეთრ სახლს. ხო. და ეხლა ესპანეთის მომგები თუ ვინმეა, ისე მაგათ იმედი უნდა კონდეთ. ადამიანს, თუმცა ამის პარალელურად იწყება ეხლა ესპანეთის თამაში. ჩემი აზრით ესპანეთი არის ფავორიტი. ამ წულში? ამ წულში და ამ ჩემპიონატში. ამ ჩემპიონატშიც. ბიჭო, ხო, მე უკარმე მაქვს ჩემი სიტყვები, როცა ვთქვი, რომ გრანდებიდან ყველაზე ესპანეთი ყველაზე მისუსტება თქო. უკან მიგაქ შენი სულ მას შემდეგ რაც უკან დაბრუნდნენ. ხო. შენი გრანდები უკვე პლაჟებზე არიან წამოყალიბებული. ხო და თან იმის გათვალისწინებით რომ ერთი ფლანგი არ მუშავებთ. და მეორეც ანუ თავიდან უიმოთ დაიწყეს, უიამალოთ და ნიკო უილიამსოთ. ხო. ეხლა იამალ დაუბრუნდათ. უილიამს დღესაც არ იქნება, მე მგონი. ხო, ნახოთ. მარა ის იქნება რა ფლანგების ჯახი იქნება. კერძოდ აი სწრაფი ფეხბურთელები ყავთ იმათაც, ამათაც. იმათ ტროსარ და დოკო. ხო. ხო. სწრაფი ვის ყავნელი ფლანგები. ბიჭო, გეტყვი. აბა. ო მექსიკას. კი, ორივენელია ხო. არა, ვერ გავიხსენე ფლანგების ფეხბურთელი მექსიკის და გადავწყვიტე არის. კინიონეს. ხო. არის ყოფილი. არა, ეგ არის მელი. აი ბიჭი არის ეგ. კაი, აქ გადავიდეთ არგენტინაზე, რომელმაც დასამახსოვრებელი რა თამაში მოატრიალა. კი. მესიმ პენალტი ვერ გაიტანა და შეუესტა იმათ რიცხვს, ვინც პენალტი ვერ გაიტანა და მე მბაპე მიემატა კიდე. გუშინ. მაგრამ მიუხედავად მაგისა მაინც მოიგეს. მან მაგალითად დაგვიმართა მე და იმას კაკაბაძეს. ამ თამაშს უყურეთ ქორქში. ქორქი სპორტული ქალაქი იყო სარაგბო. ირლანდიაში. ოთახში შევედ ჩავთე ტელევიზორი და 1-0-ია და მთავრდება რა 55 წუთია და თან ის რაღაც დაძაბული ის არის მინდორთან ეგვიპტის მეორე წუთნელი გააძევეს. ხო ჯერ კი გამიკვირდა რომ ის 55 რატოა წერია და არა 90-იანთი, მაგრამ მე ვიფიქრე რომ ამ ქვეყანაში ალბათ ეგეთი კულტურა არის. ხო. სერიაში იყო ერთი პერიოდი, გახსოვს? მეორე ტაიმშიც კი 46-დან კი არ იწყებოდა. და ისა 2 წელი ეწერა. და ესეთი ხო არ არის. ხო და ნუ უყურეთ ის დამატებული 6 წუთი. მე ეს 6 პირველი ტაიმი რომ მორჩა, თურმე პირველი და ჩვენ რო გვეგონა რომ მორჩა. ფეხბურთელები დაცვიდნენ ძირს. ლუგუტელები. სადმე გახსენება პირველი ტაიმის მე დაცვივდეს მთელი გუნდი. ფეხბურთელები დაცვიდნენ რას ქვია. აი თამაში რომ მორჩება და ესეც ხო და რომ გადავარდებიან და მოთქვამენ, ხო? ხო და ვიფიქრეთ რომ მორჩა რა. ერთი თორე არგენტინა ვაირა და ემართა წამოდავცინოთ არგენტინის ფანი ვიპოვოთ რაღაცა ესეთი დიალოგი გვაქვს. უცებ კაკაბაძიანოს მოიცავა და უიმბლდონზე გადავრთო. ჩამოყვა და რაღაცა ფეხბურთი აწერია ეგვიპტე, არგენტინა 2-3 და მიდის რა თამაში.
ვა, ნახე ვაკო ისა ეთყობა ლიცენზია რა აქვს და ძველ ფეხბურთს აჩვენებენ კაკაბაძე მე მოიცა 2026 აწერია უკან იმაზე ლურჯი ბანერს რა ხდება ეს არის მე ეს ყოველს ვკითხე ჩვენთანაც მეც პირველ ტაიმს ვუყურებ რაღაც არხზე ხო გადიოდა გვიან ანუ გვიან გადახვეული იყო ყველგან ან არ ვიცი ეგ ვერ გავარ ხო მაგრამ მან მე წესიერ ვერ ნახე რა მთელი თამაში და ძალიან გაბრაზდნენ ეგვიპტელები წოთნელიან ფეხბურთელიანად FIFA-ს ეძახეს თახსირებო ასეთებო და ისეთებო არგენტინას ულოცავ ჩემპიონობასო იმიტომ რომ ეგრე გადაწყვიტეთო უკეო წავედიო მეო წავედი მე ყველაფერი შეიძლება გიტან ხო რასე და რას ხო და ვერ ნახე წესიერ რაღაცა მომენტი იყო სალაჰზე მე მგონი ხო არ დაუნიშნეს პენალი თუ რაღაცა მომენტი როგორ არ იქნება ხო მაგრამ ისეთი იყო რა საკამათო საჯაჯღანო ხო და იქ გამომრჩა იმიტომ რომ შენ უყურებდი ნომერში უცნაურად და მე მაგასაც ვერ უყურე ხო ზიკო რო ყავდათ იმა ორი გოლი გაიტანა ჩემპიონი იქ მანამდე ის ხო გამოჩნდა იქ აიმარ ვიღაც ტრეზეგეც ყავდა ამა ტრეზეგე და ზიკო ყავდა ერა ყავდა აიმარ ვიღაც და ზიდან ვიღაც ისა კაცო იღბალი ზიდან იღბალი კაი მე რასაც ვერ უყურე იქ იყო კოლუმბია შვეიცარია ხო 0-0 და დაძაბულ თამაში შვეიცარია გაძურა არგენტინას ხო არგენტინამ თუ ისე თავმოჭრილი ბატივით ითამაშა როგორც იქ 80 წუთი და შვეიცარიამ ისე ყურადღებით დაცვაში შვეიცარია ითამაშებს ყურადღებით თუმცა ნუ ნახოთ რა მესია იქით და ანკეტემბულო ჯგუფების წარდგენა რო გქონდა თუ გახსოვს შვეიცარიაზე მოუყევი რომ ძალიან ჩუმი ქვეყანაა თქო ცოცხი რო დაუვარდა ვიღაცას და მეზობლებმა რო უჩივლეს და აი ეგეთი ქვეყანა და ამ თამაშის მერე ჟენევა დაინგრაო ჩემაცა მომითხრა აი სულ რო ვერ წარმოვიდგენდი ისეთი ჟრიამული იყო ქალაქში ეს ჩუმი ქალაქი გამოვარდა და ყვირო დაიხალნენ და ისევ გაჩუმდნენ ხო ჟრიამული გუშინ იყო მოსალოდნელი რა საფრანგეთი მაროკოს მერე პარიზში ელოდნენ ბევრი მაროკოელია და გამოვა და სულ რაღაცებს იზამს არაფერი არ მოხდა მაგრამ მოხდა ლონდონში გამოვიდნენ მაროკოელები და პოლიციას დაუდგნენ წინ და იყო მოწოლა და ზემატყებები კაი მთავარი წყვილი ყველაზე ისეთი FIFA-ს რეიტინგში წინ მყოფები იყვნენ ესპანეთი და პორტუგალი კი ამას ინტრიგას სცენა და უბუქებდა შესაძლო ფაქტი რომ რონალდოს ბოლო თამაში იქნებოდა თუ წააგებდა და წააგო და ასეც მოხდა რომ ბოლო თამაში ხო ბოლო წუთsa თითქმის თუმცა რონალდომ თქვა რომ მე კაიო ხო გავარდიო მაგრამ ევროპის ჩემპიონი რო ვარო მაგას ხო ვერ წამართლეთ აკნას ხო პორტუგალი მანამდე ისიც არ ქონდა პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატი ეხლა ეს მაინც დარჩება ალბათ მეც იმსახურებდა რონალდო მაგრამ ქვეყანაც უნდა გიწყდეს ხელს კი ამ დროს თითქოს ქვეყანაც ძალიან უწყობდა ხელს პოზიციურად რო აიღო ბიჭო ხო ესე რო ჩამოთვალო სუპერ ვარს ხო ვიყავს ყველა პოზიციას ნუ მეკარის გარდა ალბათ ხო და თან მეკარის გამოც არ წაუგიეთ და არა ნამდვილად მაგ მეკარის უბრალოდ ეს არ არის რა ხო 60 მილიონად არ გაიყიდება ესეთ მეკარი არა მაგრამ ხან წვრთნელი ხან რაღაცა პროგნოზირებადობა ხან არა პროგნოზირებადობა და ესე და ის
ყოველთან ეს რონალდოც რაღაცნაირი პერსონაჟია რა. თუ კარგად წავიდა პორტუგალიას საქმე, რონალდო რა კარგია. თუ არ წავიდეს, რონალდო ხელს უშლის. იქ მაგარი ის არის, მაგრამ ვიცინი მაგარი. რონალდო რო ხელს უშლის ვიღაცას თამაში. ხო, რონალდო თანაგუნდეს. წავიდა რა, რომი დაგვშორდა. ხო. სანაკრებო ფეხბურთიდან. ნუ პორტუგალია მაინც ასე თუ ისე რომ მოიგო, მაშინ ესპანეთზე ვიტყოდით, რომ ეს არის. ხო. ადრე გავარდა და მეტი შეიძლებოდა და ესეთი ბიჭები და ისეთი ბიჭები, მაგრამ აი ამას ვერ ვიტყვით ბრაზილიას. ჯერ იაპონიასთან რო არა ანჩელოტი მეორე ტაიმს ან მოატრიალებდნენ ან არა. ეხა უკვე ანჩელოტიმაც ვერ უშვა. ხო და ვიცი რა, ხება და დიდება ნორვეგიას. რა მსჯელობა მახსენდება, იცი საქართველოს ნაკრებს რომელი მწვრთნელი ჩვენებინებს უკეთეს შედეგებს ხო არის? ვიღაცები იძახენ ეს, ვიღაცა ის და ვიღაცა იძახეს რა მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელები თუ ამ რაღაც იმის არიან, რაღაც რესურსზე მეტი არა. ვერავინ ვერ უშვა. და აგრეთვე მშვენიერი დასტური ბრაზილიასაც კი ვერ უშველა ანჩელოტი. დიახ. ერთხელ უშველა. ხო, მაგრამ დაინი იაპონიას, ნორვეგიასთან ვერ უშვა. აქ არის საუბარი გრანდებთან თამაში. იაპონიაზე და ნორვეგიაზე. აქ შემეცოდა მხოლოდ ანჩელოტი. ხო, ნეიმარიც შემეცოდა. რაღაცნაირად ესე წავიდა. გოლით. რა გამოხტომა იყო იქ რომ დაცინო და იმეკარეს. ბიჭო, ნუ ეხლა მარა შემეცოდა ხო, ეტყობა ნერვებზე იყო. დაბადებული როცა ხარ ჩემპიონობისთვის და კუდები საფეხბურთო იმით გაგებით და ჩემპიონობა მოგაცალა მეკარე. მინიმუმ დაეჯღანები აბა. კვას რო არის რიგი. აქაც იყო ხო გაბუჭებული პენალტი. პირველ ტაიმში. ბრაზილიამ გააბუჭა. კი, პატივცემულმა ფერნანდესმა ნახევარმცველმა რა ნიუკასლის ბიჭო. გიმარაეშმა ხო. და ნეიმარიც წავიდა, ნეიმარი გოლით წავიდა. რონალდო გოლით. რა უგოლოდ კაცო? ამ თამაში ვერ გაიტანა თორე. ხო, მაგას კი ფურებზე გაიტანა. კი. პარაგვაი რომელმაც იქ გვასიამონა ასიამონა გერმანიის ჰეითერები, ამჯერად კი. საფრანგეთის ჰეითერებთან ვეღარაფერს ახლა. 1-0 წააგო და ვერავინ ვერ იტყვისო გაუმართლა მაინდამაც საფრანგეთს. 5-იც ამათ ჰქონდა, შეტევაც ამათ ჰქონდა, XG-ც ამათ ჰქონდა, HB-ც ამათ ჰქონდა, ყველაფერი ამათ. არ ვიცი კიდე რა საზომები არის შემოსულ. არ ვიცი ხო საფრანგეთი ის არის რა ისევ ამყარებს იმ ვერსიას რომ ყველაზე ძლიერი არის ამ ჩემპიონატზე. და ნომერი 1 ფავორიტია ნომერი პირველი. ნომერი პირველი ჩემი აზრით ესპანეთია, მაგრამ საფრანგეთი მეორე მთავარი ფავორიტი ნამდვილად დეშამი ყავს. წინ 3 ის ყავს, ოქროს ბურთის ხო ნომინანტი. შუაში მშვიდობა აქვს ყველანაირი ხალხი, ვინც სჭირდებათ. მაღალი და გამძლე გინდა, დაბალი და სხარტი, ფუსფუსა. დაბალი და გამძლე, მაღალი და ფუსფუსა, ყველანაირი. მოკერკეტო, დაღვინებული. ხო, აი ნებისმიერი ეპითეტი რო იყო, ეგეთი ყავთ. კი. სიმპათიური ყავთ, შეუხედავი ყავთ. ყველაფერი. დაცვაში ყავთ ორი სუპერვარსკვლავი. სალიბა და უპამეკანო. დიახთ. გუნდე და ნუ კაი გუნდია კი ბატონო. თუმცა ესპანეთის არ არის ნაკლები. ხო. ყოველ შემთხვევაში თამაშით ნაკლები არ არის და იმით შეიძლება იყოს ახლა რომ დაუყენო კაცი კაცზე იმის ტრანსფერმარკტის ფასებით ისინი აჯობებენ. მაგრამ მარტო ეგ არ არის ფაქტი. ამ შენ ამბობ ხა
ესპანეთი არის ნომერ პირველი ფავორიტი? კი. მე საფრანგეთი. საფრანგეთი მისულია ნახევარფინალში და თუ ესპანეთმა მოიგო დღეს ერთმანეთს ხვდებიან. ხო. მე გავეჯიბოროთ თუ გამოჩნდება მანდ რა. ამ 8 გუნდში ვინც დარჩა? ვინ ვის ვერ იტყოდი თავი? შვეიცარიას. ნორვეგიას? ბიჭო, ნორვეგია მე მიახვიეთ წინები და ნახე რას ვამბობ. ნორვეგია საინტერესოა. არა, რას ამბობ ხო? შენ ხო ისეთი ადამიანი ხარ, ერთს ფიქრობ, მეორეს ამბობ, მესამე საკეთე. ხო, რომ გითხე. თავიდანო ვის წარმოიდგენდი? მე ნორვეგიას წარმოვიდგენდით ხო? ხო. ეხლა ისეთი მეოთხედფინალები გვაქვს, რომ ყველგან არის ფავორიტი და აუთსაიდერი. არ არის, აი როგორც ესპანეთი, პორტუგალია იყო, ეგეთი არც ერთი არ არის. საფრანგეთი ფავორიტია მაროკოსთან, ესპანეთი ბელგიასთან, ინგლისი ნორვეგიასთან, არგენტინა, შვეიცარია. კი. ხო. ხო, თუ 4-ვე ესე დაჯდა. ხო, ლოგიკურები თუ წამოვიდა. ტოტალიზატორები არ იქნებიან ბედნიერები. ხო. ესეთი ამბები. კაი, 20 გოლი აქვს უკვე პატივცემულ მბაპეს. ბატონი, ახალი რეკორდი კიდევ გადააუმჯობეს. და აქ შანსი რომ კიდევ რა თქმა უნდა, თუმცა მანამდე მესის აქ თამაში. ხო. შეუძლია ქვემოდან აუკაკუნოს. მესი ყველა თამაში აიტანა, ხო? კი. ასევე ჰარი კეინი და ბელინგემიც რაღაც უძახეშენ ყველაზე პრინციპულ თამაში. კარგად იმოქმედეს ბიჭუნებმა. კი და ეხლა უკვე ყველა თამაში პრინციპულია და თუ მაგათ პრინციპულობა უნდათ რომ როგორც თამაში დაეწყოთ, აბატონო მეოთხედფინალი. და თან ნორვეგიის დაცვა ალბათ ყველაზე სუსტი დაცვა, ვისთანაც ამ ჩემპიონატზე მაგათ მოუწია თამაში. თუმცა ამ სუსტმა დაცვამ ბრაზილია არ გააჭაჭანა რა, იქამდე. 2-0 ხო, ამაზე პენალტი, აი ასე. ნახოთ. აი შენი აზრით რა შეიძლება მოხდეს რომ ტრამპმა კიდე დარეკოს FIFA-ში? იქ მაგარი ხუმრობა გაეძრო მაგაზე. ბალოგუნზე ხო, ზუზუნდი. ბალოგუნზე ისეთი ის იყო. თავხედობა რაც მოხდა. ამან ხო იჩილა ბელგიის ნაკრები. UEFA დაუდგა გვერდით ბელგიის ნაკრებს. და მე ბლატერიც კი ბლატერის განცხადებაც იყო, რომ ესო ნამეტანია. FIFA რასაც კადრულობს. თვითონები აკაკედებული არის. ხოდა მაგ დროს ვიღაცამ დადო ხუმრობა, რომ ამ თამაშისთვისო ბალოგუნიც იქნებოდა და კვარაცხელიასაც იმატებენ, იმიტომ ჯორჯიაო ხო ის არის ჩვენი შტატიო და რაც ესეთი და FIFA თანახმაა. თავარი რა თქმა FIFA-ზე ნეტა რაში გაუცვალა ტრამპს. რა? არის ბალოგუნის ეგ მანიპულაცია. რას დაპირდა ტრამპი? ეს ბიჭი ჩამისვით და ბიჭო, იქნებ კი არ დაპირდა დაემუქრა. ხო. დამუქრებები. მაშინ თორე? ბევრი რამე თორე, ხო იცი რამდენი რაკეტა მაქვს. დამიზნებული აქეთ იქით და ერთი რომ სპანაირად წავიდეს შენი ეზოსკენ. შეჭრები ოფისისკენ. ხარა ხო ბიჭო თანადვილი როცა ტრამპი ხარ თანადვილია რა ნებისმიერი საქმის გაკეთება. კაი, ამ წუთისთვის ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომ საფრანგეთი, იცით? ევროპის გარდა დარჩენილია ერთადერთი ის არის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონატი. ხო, ანუ ისევ ევროპის იმით წავიდა. ხო, კარნახით ეს ჩემპიონატი. თან უფრო დიდი შანსია ევროპას რომ თასი დაითრიოს. ხო, თან ისიც გაითვალისწინე, რომ ბრაზილია, რომელიც ალბათ არა ევროპულებში მეორე თავარი გუნდი იყო, ევროპულმა რომელმა ქვეყანამ გააგდო, ეგეც გაითვალისწინე. ნორვეგმა. ნორვეგია. ხო. რამე უნდა ვთქვათ კიდე შენი აზრით? მეცი რა არ ვიცი ხო რა უნდა ვთქვა არ ვიცი იმიტომ რომ რაც თქვი არაფერი არ გამართოდა
მე კიდე თქვი, ბარემ. არა, რაღაცები გამართლა. რაღაცები ხო, უცნაური რაღაცები ხო გავარტყით. ბელგიის ნაკრებზე თქვათ რა. მიდი. ძიმეთ ხო დაიწყეს 2 ფრით არ დაიწყეს. კი. და მე მოუმატეს. გარიშები და ესენი და ისინი. რესურსი აქვს კიდე მომატების? ვა, მე კაი პასუხი მაქვს მოფიქრებული, ჯერ შენ თქვი. რა პასუხი უნდა გქონდეს მოფიქრებული ორი ვერსია, ან კი ან არა რო თქვა, ეგ კაი პასუხი არ გამოვა. კი, აქ რატო? აი მან გავიჭედე. ჩემი აზრით, მომატების რესურსი აქვს, მაგრამ ესპანეთი არ მისცემს საშუალებას, რომ მოუმატოს. სხვა გუნდთან მოუმატებდა რა. ესპანეთთან არ გამოვიდა. ხო. არ გაანძლევინებენ არაფერს. სპექს არც ხელს არც თავს. აი ის რო თქვი რომ ეხლა ევროპული კლუბები რო დაესევიან ფეხბურთელებს რა მექსიკელებს, ეგვიპტელებს და აი ეგეთი გამოდგა უკვე დაესივნენ და მე მგონი ნიუკასლმა იმას აკრა. ჩაიგდო ხელში ისა. შვეიცარიელი ბიჭი. მანზამბი. ხო. მაგას რა უჭის შვეიცარელია ესე. რო არ ჩაიგდო არავის ხელში. შვეიცარიაში დაიბადა, გაიზარდა, იწყო. სხვა მაიკითხო. ეგვიპტელებმა და ასე შემდეგ. მაგრამ მე მგონი რომ ერთი ის მოხდება რა. მეც მგონია ესე არ ჩაივლის ახლა. ნუ სენსაცია დავარქვათ, მოდი იმას რომ აი ვთქვით რომ ფავორიტი არის კი, სადაც პარაგვაიმ გააგდო გერმანია, ამ 4 თამაში რაღაცა უმართობა მოხდება. განსაკუთრებით ქვედა 2 თამაში მგონია რა. ინგლისი, ნორვეგია, არგენტინა, შვეიცარია. კი. არ მაქვს საბაბი რო არ დაგიკითხა. კაი, მოდი ახლა რაზე ვთქვათ, იცი, ამ უკვე გავარდნილებიდან. ხო. რომელი ფეხბურთელი დაგამახსოვრ. ვა, ნახე რაღაცნაირი. აი ეს ეგვიპტელი ბიჭი ხო დაგამახსოვრ. ისა ხო? აშური, მონომერი. აშური. ხო. კი. ეგვიპტის მეკარე. ნუ ის კაბოვერდის მეკარე ხო, ყველამ დავიმახსოვრეთ. მეკარეს მოცლის არის. ხო, მეკარეს დავიმახსოვრეთ, დედამისიც დავიმახსოვრეთ. მაგას აღარ გადმოიბირენ. აი მექსიკის ის შემტევი. ვარსონიონესი. კი ბატონო, და კიდე 16 წლის ბავშვი მოდის მან. ისა, მორა. ხო, რომოც ხო ყავთ და აყავთ მორა. მორა, კი ბატონო. და მაგათნერნერა მიაკითხავენ. ტრადიციულად ალბათ ესპანური გუნდები წამოიყვანენ თავიდან და მე ვნახე. მე ინგლისურზე რო ივლიან და ისწავლიან. მე გადავლენ სხვა გუნდებშიც. ხო. კიდე მოიცავ ხსენებ. აი ამ კოლუმბიაში, რომელიც აქამდე კარგად მოვიდა და აქაც პენალტებამდე, აი, მარჯვენა მცველი მუნიოსი. ხო. იმაში მეყელა. დანარჩენებს ახლა კი ვიცი. ფენტეზიში. მეტანაკლებად. ხო. ლუის დიას და ხამეს როდრიგეს და თუნდაც სუარეს. უკანაც ყოლიათ ხალხი. კი. და ჩააგდეს იმათ რა, ენერ ვალენსიამ და ვიღაცებმა უკვე ყველა მისწავლა მაგათ წინააღმდეგ თამაშს. ჩვენი იმიდან ქვეჯგუფიდან არა. აი 11-ეული რო გავაკეთეთ. ხო. იქიდან ვინმე არის იმაში? კი, აკანჯი. ერთი. აკანჯი, ჩემი ბიჭი. ცოტა. არანაირად. ესეთი ხალხი და. ხო, გარი კაცი ჩავს. ასე თუ ისე ყველამ რაღაცა ქნა, იღბალიც თამაშობდა და სხვაებიც წვრთნელი გამოდგა ეს რა.
ყველაზე უმსგავსო და უპამეკანო. მსგავსო და უპამეკანო. ხო, გაიყვანა ურუგვაი ჯგუფიდან ერთ-ერთი პირველები ეგენი გავარდნენ. ხო. სხვათა რუსინ თურქეთში რო გამოვიარეთ, აეროპორტში უკვე იაფი ყიდა თურქეთის ნაკრების მაისურებთ და კი. სეილ. ილდირიმ. ხო, ეხლა უნდა იყოს პიკში. აბა. აი, იქ მერე შევაფასოთ ის გავაკეთოთ. იმედგაცრუებები ჩამოვთვალოთ. ბოლოსკენ რო გავალთ. ხო, არა მარტო და ერთი ეს გვექნება. ჩვენთან მივაჩვეთ მაყურებელი და ის უღმართი რაღაცები უნდა ვთქვათ. ნეგატიური იმიდან, პრიზმიდან თუ რაღაციდან უფრო უყურებთ და ხალისობთ. ფეხბურთზე ზოგადად და ამ მსოფლიო ჩემპიონატზე რატომაც არა კონკრეტულად. კაი, დღეს კი დავემშვიდობოთ მაყურებას. გამოწერა, დალაიქება, ესა იგი მიცია. მივედით მეოთხედფინალზე, ვერავინ ვერ იტყვის, აქ უბიდმე არის დაუმსახურება, საჯებმა გააცრიეს და ასე შემდეგ. ვერავინ ვერ იტყვის რა, ის ამბობს მარტო ეგვიპტე. ეგვიპტე ამბობს, მაგრამ აქ საჯები და თეთრი სახლი და ვიღაცები, სადაც ჩაერივნენ, იქ ვერ გააცრიეს და ახლა მაგაზე რაღაცას ამნერად გადაიტანს ხა მაგას არგენტინა. ეგვიპტეს ისეთები აქ ნანახი, რომ ამ წარებურცესაც გადაშლის. კი. ხო. კაი, ჩვენ კი გავაგრძელებთ ფინალების ისტორიას. ო, და მეოთხედფინალები რო მორჩება, ისევ შემოგივლით. აქ იყავით, თქვენ აქ იყავით. და მე ასე ნელ-ნელა მივიდეთ ფინალებისკენ. დღეს კი ამით გემშვიდობებით. დაროებით. ნახევარი საათი.